როკის და ალტერნატიული მუსიკის ფესტივალი საქართველოში ღონისძიება კუსტბაზე გაიმართა, სადაც როკ მუსიკის მსმენელებმა მოიყარეს თავი. ფესტივალი სამდრიანია და მისი დასკვნითი ნაწილი 24 მაისს გაიმართება, მასში მონაწილეობენ როგორც როკის და ალტერნატიული მუსიკის პოპულარული შემსრულებლები, ისე დამწყები მუსიკოსები. ფესტივალი საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ტარდება, პროექტს მხარს ბავშვთა და ახალგაზრდული ცენტრი უჭერს. მისი მიზანია მედიატორობა გაუწიოს ახალგაზრდა შემსრულებლებს და მუსიკის მსმენელს. ფესტივალი წელს პირველად იმართება და ტრადიციულ საქმეს მიიღებს. იყო რომ მუსიკის ხმის ხარისხი და შესრულების ხარისხი ყოფილიყო ძალიან მაღალი. მით უმეტეს რომ ეს არის უფასო ფესტივალი, მოვა ძალიან ბევრი მსმენელი და ჩვენ გვინდა რომ მათ კარგად აღიქვან ის თუ ის პოტენციალი აქვს რეალურად ქართულ მუსიკას. ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი კვლავ მომავალშიც ფესტივალების ჩატარებას. რაც უფრო მეტ ფესტივალს ჩავატარებთ, მით უკეთესია ნებისმიერი ჯგუფისთვის. გინდა დიდი ხნის ჯგუფისთვის, გინდა ახალგაზრდა ჯგუფისთვის, იმიტომ რომ ემატება პროფესიონალიზმი. ჩვენი ახალი ალბომის პრეზენტაცია იყო და იმ ახალი ალბომიდან სიმღერებს შემოვთავაზეთ.